ეს რეიბი ხდება? დავიდა! გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი და გამოვიდა ახალი თამაში, რომელიც ძალიან გავს Fears to Fat Homes. ამ თამაშს ქვია Memories Silence. თუ რაღაც მაგდაგვარი და ბოლოს დანა არის სისხლიანი, რაღაც საინტერესო გველოდება. საინტერესოს როგორ ვიყვარს თამაშები, რომელიც გავს Fears to Fat Homes ამ ატმოსფერით. ინგლისურად და ყველაფერი როგორც ყოველთვის და რომ შედება მე ანუ რომ გადავთარგმნო და უშუალოდ please. Okay. Guys, thanks. ჯეიკის მშობლები ერთი კვირით წავიდნენ ქალაქიდან, რათა მისი ავადმყოფი ბებია ენახათ. ამ ხნის განმავლობაში მისი მეგობარი თომასი მასთან რჩებოდა. ღამეების უმეტესობა მშვიდი და უპრობლემო იყო, მაგრამ ერთ ღამეს რაღაც შეიცვალა. თომას არ შეეძლო დაძინება. Oh my god. კარგი. Oh my god, ზოდ მაინტერესებს რა მოხდა. ანუ ჩვენ ვიღვიძებთ ღამით. და არ ვიდა. რა მჭირს ღამით? აუ, თვითონ გადადის. შეიძლება რაღაც დალევა მინდაო. რას მასწავლი თამაშს, კაცო? უნდა დავლიო რაღაც. აი, გარეთ არაფერი არ ხდება. ბნელი ოთახი მაქვს. ოკეი. ბნელი, საკმაოდ ბნელი არ მიყვარს, როცა სახლები არის ესეთ მუქ ხეში, რადგან არაფერი არ ჩანს. ნივდივარ დაბლა და ესეთ კარებს რატო აკეთებენ? რო უეჭველი დედა ამ ვენტილატორის ხმა არის? ღმერთო, დედა ღმერთო. არავინ გამომიხდეს აქ. ის რა ერქვა იმ ტიპს, ვინც ჩვენთან ერთად დედა! კატა ყავს. როგორც ჩანს აქ ბიცეპს ვჭამდით ჩემს ძმაკაცთან ერთად ხომ მთელი დღეები და ხამეები. კარგი. დასალევი. ჭიქა მჭირდებაო. ჭიქა სადაკ. კაფი. ავიღეთ, კაიმედი დაისხი. ამ ღამეს ძალიან კრიფობა არისო. მართლა. გეთახმები? ჯობია წავიდე უკან ჩემს ოთახში. გეთახმები? მაგაშიც. კან არ ვიდა უკან ასულა მეშინია. უეჭველი ვიღაც რაღაც გამომიხდება. ან ის კატა. პროსტა ანუ კატის არ მეშინია, მაგრამ ისე უცებ ხდება ეს ყველაფერი, რომ აქ ვინ არის? ტომასი, ჩაკეტილია, რაღაც დაეწერა, ვეღარ წავიდი. დედა! ეს რეიბი ხდება? დავიდა! ჯეიკი უნდა გავაღვიძო. ჯეიკი! რაღაც სახიფათო ხდება გარეთ! ადექი ტრაკი გაძრი. ვიღაცა შემოსვლა უნდა. ვები? სირბილი რატო არ იცის? სად დავიმალო დედა? ის რა არის? ეს რა ჩემი ხებია? ჩემი ხმა ეს მისნედა. ის რა არის? მინი თამაში? ვეღარ დავებით რა მინი თამაშითო? კიდე კაი, აქ მიკროფონი მაინც არ არის ჩართული როგორც Fears to Fat Homes-ში. ასე რომ შემიძლია დაგელაპარაკოთ. ანუ ვიღაც ტიპი შემოვიდა პროსტა ჩემს სახლში, სადაც მეძინა ღამით. პოლიცია მოვიდა. პოლიცია? რაღაც მოხდა. შენ თავს ეკითხები, ჯეიკ, არის stupid? კი, მოხდა. ვერ არის? ანუ ერთი წავით ვერ ხვდები. ტომი უბრალოდ ადგა. ტომმა ალბათ იცის რა მოხდა. ტომის ადგილზე ვთამაშობდი, თუ რა ან არა, ჯეიკი ვიყავი, მაგრამ რა მოხდა? ანუ დებილი ვარ. Find Tom. ტომი უნდა ვიპოვო. Tom. ეს ხო ჩემი ოთახია, ხო? ვიღაც მიგაკუნებს. ეს მე ვარ ჯეიკი, ხო? ეხლა ჯეიკი ვარ. მანამდე რა ვიყავი? უბრალოდ ვიღაც კართან არის? მოვდივარ. ეხლა მეორე ტიპის ადგილზე ვთამაშობთ. ნერწყვევის როლი დაინახეთ? არა? ჩემი კარი იკეტება. სახში არავინ არაა ჩემთან და ალბათ კარია კაც. პოლიცია არის. გამარჯვებები, რასაკეთებ? როგორ რა ვახარ ჩავსო. კარგად ვარ. მე ოფიცერ მილერი ვარ. პოლიციის დეპარტამენტიდან. ჩემი მშობლები სახში არიან? თინეიჯერი ვარ. ხო და ჩვენი ძმაკაცი დარჩა ჩვენთან რა. არა მარტო მე ვარ აქ. ჩემი მშობლები გასულები არიან ქალაქიდან. ჩვენ აქ იმისთვის ვართ მოსულები, რომ
რაღაც ინციდენტი მოხდა პარკში. ეს ტიპი ვინ არის? უკან ფონზე რო დადის. ის ჩვენი ის კი არა, ის ხო არა, ტომი. ეუ, ბიჭო, რაღაც ნივიჟუს რომ მირტყავ აქ, რა ხდება ხო ვერ ხვდები. პარკი? რა ინციდენტი? ვის მაგივრად ვთამაშობ? ვერ მივხვდი. გონი როგორც მივხვდი მეორე ტიპის მაგივრად ვთამაშობ ეხლა. კარი ჩაკეტილი იყო და არ ადგა, ალბათ პროსტო ეძინა. არ ვიცით, ანუ რა მოხდა. კარგი, რა პარკი, რა ინციდენტი. ვიღაცამ დაგვირეკა და გვითხრა რომ ადამიანის სიცხლე იპოვა პარკში. ამ კვლელობის საქმეზე ვარაუდობთ. გეძინათ თუ რამე, თუ გუშინ ღამით ფხიზლად იყავით. კიდე ვიღაცა აქ დადის უკანა ფონზე. მეძინა რა ვიტო, მეძინა ღამით ახლა. თამაშებს თამაშობდი და მერე დავიძინე 12 საათამდეო. დაძინებამდე რამე საეჭვა ხომ არ გაგიგონიათ? ან რამე ხომ არ შენიშნეთ? არაფერი უცნაური ალბათ. წარმოადგენა არ მაქვს პარკში რამე ხდება თუ არა. ეს ყველაფერი სწორია. მადლობა თქვენი დროისთვის. გეხუწებით დაგვიკონტაქტეთ თუ შემჩნევთ რამე უცნაურს. კარგი დღე. No problem, officer. კარგი, უნდა ვიპოვოთ ტომი. ტომ. ჩემო ძმა, მაიცა. ტომ? აი ტომიც. რა საშვები? სად იყურები? ვის უყურებ? ტომ. მე გეძებდი, ვაიმე. მე არ გამიგია შენი მოახლოება. ისეთი სიფათი აქვს თითქოს და მთელი ღამე არ ეძინა. ეს ის ტიპია, თავიდან რომ თამაშობდით. მიხვდით, ხო, რა ხდება აქ? დაინახე? რაღაც მოხდა პარკში. პარკში? რა ხმები მესმის უკნიდან და ანუ თამაში არის თუ შევს ოთახში ხდება რაღაც არ ვიცი. კი, მან რაღაც ინციდენტი მოხდა. მე ვუთხარი რომ არაფერი ვიცი. შენ არ გამოიყურები კარგად? კარგად ხარ? მე კარგად ვარ. უბრალოდ დაღლილი ვარ. ხო, ეს არის. რატომ არ გვეუბნება რომ ღამით ნახა თუ ვიღაცას კლავდნენ და მე ის ტიპი ამოვიდა ჩვენთან. თუ შენი best friend-ი ვარ, ხუნდა მითხრა. ხო, აი, რატო გამოიყურები ასე ფერმკრთალი? ხო, რატო? არა, მე გითხარი, მე კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე, ეს არის. ძმაო, შენ არ გამოიყურები კარგად. ოფლისგან იწურები როგორც გიჟი. მე არა, მე არაფერი დამინახია. რატო არ გვეუბნება? ოჰ, ბრო, მე არ მითქვია ეგ. უბრალოდ უცნაურად იქცევი. მე უნდა გავიდე. მაიცა რა? მე უბრალოდ არ შემიძლია ყოფნა. რატო არ მეუბნები? ჩემი ძმაკაცი ხარ თუ ვინ? გინდა რომ მე მოკლან? შვენიერი მეგობარი კაც. ის ხდება. ვაიმე, მესეჯები, ის ტიპი წავ დაგვტოვა მარტო. არ მინდა აქ მარტო ყოფნა. SMS-ები როგორ გახსნა? SMS-კები როგორ გახსნა? აჰა, დაბით ხსნება. ოკეი. ტომასი? ესაა ტომასი? დედა. აუ, რამდენი SMS-ებია. დღეს. ჯეიკ, ადექი, როგორ არის შენი დღე? როგორ მიდის შენი დილა? მე მჭირდება შენი დახმარება. მე ვფიქრობ, აქ რამოდენიმე ყუთი არის სახლში. შეგიძლიათ შეიტანოთ სარდაფში? კი, გავაკეთებ. სხვათა შორის პარკში რაღაც ინციდენტი მოხდა. კი, ახლა ამბები ვნახე. ალბათ რაღაც კავშირი აქვს ბოლო დროინდელ მკვლელობის საქმესთან. ჩართე ტელევიზორი. ისევ საუბრობენ ამაზე ახალ ამბებში. ტელევიზორი უნდა ჩართო. სერიოზულად? კი. პოლიციამ თქვა, რომ ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ სადღაც არის. ეს სიგიჟეა. უბრალოდ დარჩი შიგნით და გქონდეს კარები დაკეტილი. კარგი? ორ დღეში მოვალ. აი, ის ყუთები უნდა გადავიტანო. ბოდი იპოვეს მანქანაში. რა საუბრობ? აჰა. და რა თქმა უნდა, ეხლა უნდა ვიპოვოს სარდაფი. და რატო არის ესეთ სახლებში და ესეთ თამაშებში ყოველთვის ბნელი სარდაფი? და მარტო ვარ სახლში, არ მინდა აქ მოსვლა. ვიდაკ ჩაბოსლა. სადღაც აქ უნდა დავდოთინ. კიდე 3 ბოქსი დარჩა. ეს კარი დაკეტილია უკანა მხრიდან. აი მეორე ბოქსი. სწრაფად ვიზავ. შიტოკი. ყუთი. შიტოკი იღება? არ იღება? იმედი არ დაგჭირდება. არაფრის არ მეშინია. გაიგეთ? ნაჯახი არ არის აქ სადმე. ყოველ შემთხვევაში. დასრულებულ. კიდე ერთი ყუთი იყო. ბოლო ყუთი და ეგრე. თითა, არა, პადვალში არ მინდა მაგ SMS-ების ნახვა რა, მოვალ და მე ვნახავ. იხო, აი აქ უფრო დაცულად ვკრნობ თავს. იმას რო არ უყუროთ. მე გამახსენდა რომ კიდევ 2 ბოქსი არის, კიდევ 2 ყუთი არის ჩემს ოთახში. და გავიწყდეს ისინიც ჩაიტანო. არ კიდოდა, არ გიჩავით, ხო? აჰა, ან მაგათი ოთახი გაგვეხსნა. თითარა, რასაკეთებს ეს მოხუცი კაცი? მეო, იყურება ფანჯარაში ისევე როგორც შენ პრინციპში. ხოსია.
არავინ გამეჩითოს ახლა პადვალში გეხვეწები. კატარ გამომიხდეს, ღამით რომ ეს მოდოკატისხმა. აუ რაღაც ცუდი ამინდი ხდება. მოიღრუბლა ის კაცი აღარა, რა თქმა უნდა. ეს კაცი ხო გაიჩითება სადღაც აქ ახლა. დედა! საიდან? სიხვარი. ასეც ვიცით რა სადღაც იქნებოდა. რა ჩაფეხებს საკეთებ რაგინე? გადაკეტილია. მან შუშისა ყველაფერი თო. ამერიკული სახლები არა ხო ხვდებით ახლა. შუშისგანაა ყველაფერი აწყობილი. ძალიან არადაცულია. ჩავიდან უცხო რატომაც არა. ეს ორი ყუთი სხვანაირად გამოიყურება. ოპა, რაღაც ძველი რაღაცაა. ოკეი. ვინ ხართ? ეს პლენტი მაშინებს. მოვიდე, რაგი. ჰეი, ჩემო ჯორჯი, თელიშუა დღე ჩემს სახელს უყურებდი. ახლა გაკუნებ? რა ხდება? ჩვენ ვეუბნებით. ვიღაც გითვალთვალებსო? ო, შენ. ხადავა. მას შემდეგ რაც დალაგება დავიწყე, ჩემი ფანჯრიდან შემოიპარები. იქნებ შენზე უფრო მეტად უნდა ვნერვიულობდე, ვიდრე რომელიმე იდუმალ ბიჭზე. Well, არა, მე არა. მე დავინახე ის იყო შენს სახლის გარშემო. შენ შეიძლება საფრთხეში იყო. მე არ გეხუმრები. ის აქ არის, გიყურებს. კი, ეს კრიფობა არის უკვე. ნამეტანი. ეს სულაც არ არის საშინელი. იცი როგორ ჟღერს ახლა? ვაიმე, ძალიან დებილი. ახალგაზრდა ვარ ეთყობა. კაი, რა კაცი ხარ. რა კაცზე საუბრობ? ჩვენ ვეკითხებით. ის მაღალია, არასდროს ლაპარაკობს. უბრალოდ ერთ ადგილზე დგას. გაშიშებული. ყოველთვის ერთ და იმავე ადგილას. და ის გიყურებს. ეს კრიფობა. შენ დარწმუნებული ხარ, რომ უბრალოდ რაღაც არ მოგეჩვენა? არა, ის რეალურია და ის დაბრუნდება. კარგით, ორი ვარიანტი გვაქვს აქ. ან ეს კაცი გიჟია და თვითონ გვითვალთვალებს მთელი დღე, ან და მართალ სიძახის და ვიღაცა გიჟივით გვითვალთვალებს. რატომღაც მგონია მეორე. რატო წავიდა ასე? ცნაური ფრიკია. დაჟე არ ვიცი. ვფიქრობ, უნდა დაუბრუნდე დალაგებას. ბევრი დარჩა გასკეთებელი. ნაგავი უნდა შევკრიბო. ნაგავს შევაგროვებ. სკრიმერების როგორ მეშინია იცით ახლა? მერების მეშინია. პატულის კარს დაუკეტავ, რადგან არ მჭირდება ეს პატულის კარი რა. რამდენი ნაგავი უგდიათ აქ? ეს ის პარკია. რა გინდა? წადი აქედან. ამ კაცზე ხوار იძახდა. მაღალი, გას დებილივით და თვალიერებს რაღაცებს, არ ვიცი. I don't know, მარე გავს. მაგდებს გავს კი. ტრეშისაც ჩავაგდო. Outside. Okay, გავალ, ხო კარს დავკეტავ ხო ახლა? თითო. ვიწადარი. ჩაგდე მალე. Well, შეხედე ვინ არის ეგ? ეს თქვენ ხართ, მისის ტომსონი. შეხედეთ, ნაგავი მარტო გაქვს. რა გულმოდგინე ახალგაზრდა კაცი ხარ. ასეთი ვარ ხა. გონი უკეთესი საქმე აღარ მაქვს. მე ახლახანს დავბრუნდი პარკიდან. პოლიციელები არიან ყველგან. მითხრეს რაღაცები, მაგრამ არ მითხრეს თუ რა მოხდა. და მისის ტომსონი გვეუბნება. რა თქმა უნდა არა, მაგრამ გეტყვით, ეს შემთხვევითი არ არის. არა რაიმე შემთხვევითი არეულობა, ეს მკვლელობა. ამ ქალბატონმა იცის და ყველაზე ცუდი იცი რა. პოლიციას წარმოადგენა არ აქვს ვინ არის მკვლელი. როგორც ჩანს უბრალოდ ზედმეტად ფიქრობ ამაზე. ზედმეტად? ჯეიკ. ცუდი ხალხი შეიძლება ყველგან იყოს. ყველას შეუძლია რაღაცის დამალვა. ვაიმე დედა! მოსახლარველოდემოდი. უბრალოდ როგორც ეს. კეთახმები. რა უცნაური ხდება ჯორჯთან. ჯორჯი ყოველთვის უცნაური იყო. ზოგი ამბობს, რომ ის ღამით დახეტიალობს, სახლებს აკვირდება. და გიყურებს. არა, შენ უბრალოდ ცდილობ ჩემს შეშინებას. მე ხო უბრალოდ დებილი თინეიჯერი ვარ. შენს შეშინებას? მე ვცდილობ გაგაფრთხილო. ზოგჯერ საფრთხე ქალაქის მეორე მხარეს არ არის. ზოგჯერ ის პირდაპირ თქვენს წინ დგას. უკაცრავად ქალბატონ, თქვენ ხომ არ ხართ? მკვლელი? ხვათა შორის ჯეიკ. სად არის შენი დედა? არ მინახავს. ქალაქ გარეთა არა შემოზმავა. ის ქალაქ გარეთა ჩემს ბებიასთან. შენ აქ მარტო ხარ. დაკეტე შენი კარები, ჯეიკ. შენ არასდროს არ იცი ვინ გიყურებს.
Maybe თქვენ ქალბატონო. Maybe. დავუშვათ ეს პარკში რო წავიდე, ხო, იქნებ მაინტერესებს რა ახლა. არა ვერ მივდივარ. კარგი თამაში არ მაძლევს უფლებას რომ წავიდეთ პარკი დავათვალიერო და დავუშვათ ახლა. მაინტერესებს ხო? მეთქი კარი აღარ რა ჭირს ყველას დღეს? აუ მე ხო არ ვიცი, ხო ამ ჯეიკმა არ იცის თუ რა მოხდა. ჩვენმა მეგობარმა პროსტა დაინახა მკვლელობა. გაიქცა პირველი ჯორჯი, მერე მისის ტომსონი. ლაპარაკობენ ისე თითქოს და პარკში მოხდა რაღაც მისტიური მკვლელობა. მე უბრალოდ ფოკუსინდა დავიჭირო დაალაგებაზე. არ ვიცი რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილება. ტიპიური ახალგაზრდა, რომელიც არ იჯერებს რაღაც ბებრულ ისტორიებს, ხო? და მე ბამ და აღარ არის. თან ამავდროულად ფანჯრებში უნდა ვიხედო, რადგან ფიქრობ, რომ შემიძლია ვიღაც დავინახო. დედა, ისი ხმარი? ვიღაც არის? მაგაც არავინ არ დგას. ის ტიპი გარეთ არ დგას, რადგან უკვე ჩემს სახლშია, ხო? საყვარელი. ამ თეფშებით რომ მოძრაო ფაკ. დავალ დავრეცხო. როგორ დავრეცხო ეგ? აუ, დედა. აქ უნდა ბოდიში მიჩვეული ვარ ხელით გარეწყვეტს რა. დედა! რა იყო ეგ? არ მინდა ამ ხმით შემოწმება, იცით? არ მინდა, აქაც კარგად ვარ. რა ჩაფეხებს საკეთებს ეს კაცი? ჯორჯის ფანჯარა გატეხილია. ხო, ანუ ჩაქუჩი უჭირავს თვითონ ჩატეხა. რას აკეთებს? უბრალოდ გას მან? ხო, უბრალოდ გას ჩაქუჩით. ტომასი. ის ვინაა ტომასი? ის ტომასი არ იყო. ტომი. ტომასი ხო. მაშინ კი ისტორია. Hey man, ბოდიში რომ უფრო ადრე გავედი. მე არ მინდოდა ამაზე საუბარი მანამდე, მაგრამ მე დავინახე რაღაც პარკში წინა ღამეს. ორი კაცი ქალს სცემდნენ. ეს ცუდი იყო. ხო, აბა კაი ხარ იქნებოდა ეხლა. ჯანტობა ეს არეული ამბავია. პოლიციას უკვე ვუთხარი. თქვენს რომ ვიღაც დაიჭირეს. სურათი? და რა არაფერი არ ჩანს. ვინ დაიჭირეს? კიდევ ერთი დარჩა. ასე რომ ჯერ უსაფრთხო არ არის. უბრალოდ დარჩი სახლში, კარგი? ხო, იმ სახლში მინდა დავრჩე. სადაც მანამდე უკვე ვიღაც შემოიპარა. გენიალურია. კარგი, მე დავრჩები. რატო არ თქვა რომ ვიღაც შემოვიდა? ანუ პროსტ მაინტერესებს რა. მადლობა რომ შემატყობინე. ლუკასი ვინ არის? რაღაც ხორორ თამაშზე იძახის. აბა ჩვენ მეგობარია სხვა. ლუკასი ხო არა, ვაფშე? ჯუჯელი რეცხება ესა. სხვა ადგილას რა დავდგე უფრო კაი იქნებოდა. აქ თამაშებზე საუბრობენ. ერთი წამით ჩვენ ვეკითხებით. გაქვს თუ არა რაღაც მაგდაგვარი თამაში. ცადე ღამის სტალკერი. Wait. Sweet. Ready area. მადლობა, ძმაო. ძალიან creepy atmosphere. და სასაურო. ძალიან creepy atmosphere არისო მანდო. შენ გითვალთვალებენ მთელი დრო. მთელი ამ დროის მანდ აქ ვერ ვდგავარ რა, ანუ მიშლის ეს ფიქრში. და წაკითხაში. ეს ვაფშე ეს ლუკასი ხო არ გვითვალთვალებს რეალურად? აი ვისაც უყვარს მაგალითად ხორორ თამაშები, ალბათ გიჟები არიან. მაგრამ ეს ვთამაშობ. ნუ დამადანაშაულებ თუ დღეს ღამით ვერ დაიზინებ. უცნაური ლუკასი არის მეშინი ამ ტიპის უკვე. კარია ღია. მე დავტოვე? არა, გიჟი ხარ. და ვიღაცა შემოვიდა. არ იყო ეგ მანამდეო. წავედი დავახვევა აქედან, წავედი აქედან. არა კი არ დაკეტე კაცო, გაიგეცი პროსტ. არა, მე მან დარჩავალ. არ მინდა ვიღაც შემოვიდა. ვიღაც არის ჩემს სახლში ეხლა. ამ წამს არ ჩავალ მე პადვალში. არ ჩავალ. აქ შეგვიძლია დავიმალოთ შემდგომში. ძალიან კარგი დასამალი ადგილი იყო. აუ არ მინდა ჩასვლა. რო ჩავალ. არ მინდა ჩასვლა. კარგი თუცებ ჩავალ. ნუ იქნებ მომენტ უნდა დავათვალიერო, ხო? ჩაქუჩი ის ძალიან ოლდი არის გამოსაყენებლად. კაროჩ შემიძლია, ხო? მე გამოვიყენო. არავინ არ არის. მე არ მომწონს ეგო. დედა ვიღაც მიკაკუნებს. დავზე დაიკაკუნე. ვინ მიკაკუნებს აქედან? მან მეორე მხრიდან არის ჩაკეტილი. ვინ მიკაკუნებს, ვინ მიბრახუნებს? ვიღაც მაღალი ტიპი არის. 1 second. აი, ეს ტიპი არ არის? ერთ-ერთშია და ნუ, თმით ცოტათი კარგი აზრი იყო.
ვინ არის ეგ? ეს რეიჩელის სახლია? რეიჩელი? ოჰ, არავინ რეიჩელია აქ არ ცხოვრობს. დახუეთ, ჰა, really? დარწმუნებული ხარ? მან ეკისნაირად საუბრობს უკვე. მეგონა რომ ეს მისი ადგილი იყო. შეგეშალათ. კი, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ სახლში შეგეშალათ. ეს უცნაურია. დედა ეს უეჭველი მანიაკია გეუბნებით. შემეძლო და მეფიცა რომ აქ ცხოვრობდა. აქ მარტო ხარ? ბავშვო. არა, დედა ჩემი აქ არის. დრა, უბრალოდ გეკითხები. მეგონა ადრე სხვა ვინმე ვნახე აქ. შეიძლება შენი ასაკის ბავშვი იყოს. კარგი ადგილი გაქვს აქ, ვფიქრობ. მადლობა. ალბათ. კარგი, მაშ. ბოდი შეგაწუხე. არაფრის, ალბათ. ვინ არის ეს კაცი? საეჭვოდ გამოიყურება. საკმარისად მქონდა დღეს ყველაფერი. უცნაური ხო? შხაპის მიღება დამეხმარებოდა რელაქსში. ოკეი, გადავადგილდით საჩხაპეში. ახლა უკეთესია. რაღაც უნდა შევჭამო. მე თუ ვინ წერს? დედა, მე შევკვეთე რაღაც საჭმელი შენთვის. მალე მოვა. და რა თქმა უნდა, ტელეფონი დაბიჯდა. უნდა დავტენო ჩემს ოთახში. ანუ ვიღაც კურიერი უნდა მოვიდეს, მაგრამ იქნებ სხვა ვიღაცას გავუღებ შემთხვევით. ვაფშე რა ის გავუღებ რა. შერი მოკვდები არა უშავს. ოკეი, ტელეფონი დავდე და სტენად. მედია კურიერია. პიცა უჭირავს კი ბატონი, კურიერი იქნება. გამარჯობები და მაიტად პიცა. დელივერმენი, ჰეი, პიცა ჯეიკისთვის? კი, ეს მე ვარ. შვენიერია. კაცო, კინაღამ არასწორ სახლში დავტოვე. ეს ქუჩები ღამით საშინლად გამოიყურება. და ვიღაცა მიცის, რომ აქ პიცას თოხლავ ხო? დედა ჩემმა შეუკვეთა ჩემთვის. მან მითხრა, რომ მალე იქნება. კაია. ჰეი, ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მოხდა, ხო? კი, რატო? უბრალოდ დავინახე პოლიცია მანამდე. Kind of freaky man. რამდენი შეჭარავებო ამ პიცის მომტანს ვერ მევხვდი. ძმაკაცები ხო არ არიან ახლა? დატკბითო პიცით ორივენიო თუ რაღაც თქვა. არა, ჩემს უკან ვიღაცა გაიარა და იფიქრა რომ ჩემი ძმაკაცია ვიღაც. მე წავედი გარეთ, მე უკან აღარ შევალ. დაბა მაგის ორივენი დატკბით ორივენი პიცით რა არ მაინტერესებს. ჩავაგდებ აქ, გავხსნით შევთოხლავ სიკვდილამდე რა. პიცა ძალიან კაია. არ მეგონა რომ დასუფთავება ასეთი დამღლელი იქნებოდა. ცოტათი აქ დავისვენებ. ცოტათი დავიძინებ, მოკლედ ძილს მივიღებ. კაროჩე, ცოტა ხანი დამბე. არა. ვიდარი. დედა მე მართლა გავითიშე. ეს ხება. რომელი საათია? უბრალოდ უნდა წავიდე და სძინათ. კი. სანამ პირველ სარტყელზე ვარ. ვაფშე, სარდაფში დავიხებ რამეს ჩასარტყმელად. ეს დედა არის? ის უკვე სახლშია? არა, ეს არა არის დედა შედი. ვერ შევდივე. ზემოთ უნდა ავიდე. კაი, ჯანდაბა თქვენი. ის არ არის. რა სწრაფად გაქრა სიტყვები? არ არის. კაი, არ არის. ვერ ვაღებ ვერაფერს. ჯანდაბა რა ვქდა? დავა ჩემოთახში. არ გამომიხდე. კარი დაკეტილი არისო. გასაღები კიდე არ ვიციო რა. როგორც ყოველთვის რა. აქედან ეს კარის დაკეტილია. რა კარი არის ღია ერთ მაინტერესებს. ფანჩარა. აქ წადი და გამოხდი ფანჩრიდან. გასაღები უნდა ვიყო. იქნებ ტელეფონი დაიტენა რაღაც. დედა! რა სწრაფ გული გამისკდა, კაცო არ ველოდი ამას. სარდაფში ჩამსვა. დარწმუნებული ხარ, რომ პოლიციელები ჩვენ ზურგს უკან არ არიან? კი. რაო? ეს სურათი ამბებიდან. არასწორი კაცია. პოლიციელები ნამდვილად ფიქრობენ, რომ მკვლელი დაიჭირეს. იდიოტები, ორივენი. მაშინ რატომ ბავშვი? ის არ არის ის, ვინც დაგვინახა, არა? არა, მაგრამ შესაძლებელია მისმა მეგობარმა უთხრა. არ შეიძლება გავრცელების რისკი. გონია კიდევ ვინმე მიცის? შესაძლოა ის მოხუცი მეზობელი. ის ვინც გამუდმებით იყურება წყეული ფანჯრიდან. ეს არ მოხდებოდა. თუ გუშინ ღამით ბავშვს დაასრულებდი. მე ვეცადე. ეცადე? შენ ეცადე ამ ქალთანაც. ის ჩვენი სამიზნეც კი არ იყო. ის უბრალოდ არასწორ დროს ჩაიარა და შენი დაწყევლილი სახე დაინახა. და ახლა ისევ იგივე შეცდომას უშვებ. რატომ ვერასდროს ახერხებ სამუშაოს სწორად შესრულებას?
რა ჯადობა საკეთებ? ახლა უსარგებლოა. არ გავრისკავ, ვინმეს დაურეკავს. ჩვენ ამას დავასრულებთ ამ ღამეს. შენ შემოწმე, ბიჭი? კი, ის ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია. ხელები დავაბი. კარგი, არ გააფუჭო ეს. მშვენიერია, მე რამეს ვიპოვი. შენ აქ იყავი დაბლა, მე კიდე შევამოწმებ იმ მოხუც კაცს. კაროჩი, ერთი ტიპი წავიდა, იმ მოხუც კაცთან, ჯორჯთან. აი, წახან გავიდა. ხელები გვაქვს შეკრული და ფეხები არა. აქო დანა იყო. გედიასივა. ჩუმად უნდა გავიპარო. სახიფათოდ გამოიყურებიანო. შემიძლია ამის გაწევა? ოპა. დედა, აქვე არის ეგ ტიპი. ხელებით დაკეტილია, ხელებით არ შემიძლია გაღება. ეგ ჩაქუჩი დო რო ვნახეთ. როგორ გავიპარო? დედა. დედა. ჩუმატო, გავიპარევითო? რა არის ეგ? საჯადობაში ვარ. დედა. იმ კაცთან მივიდა ეს ტიპი. რა მოხდა ზებოთ? ის კარი არის დაკეტილი. ის იდგა პანჯერასთან და უყურებდა. დედის ოთახში უნდა წავიდე. რა გასაღები უნდა. მეღადა ვიფით. ეხლა. აბა. Oh my god. ახლოს იყო. რა სკეთებს? რა შეფეხებს აკეთებ? დედის ოთახში როგორ გავიდე? ზემოთა თუ სად არის? ანუ ვერ ხვდები. რა უნდა კარი თუ ის გაქრაო? რა? ბიჭი გაქრა? არ ვიცი. მე არ ვიცი. არაფერი. გასაღები. სად ვარ? ჩადაბა საიდან? გვერდზე იყო. რას ქვია რესტარტი? ეხლა თავიდან არ დამაწყებიდეთ. ფუ კიდე კაი. ვაგრძელებთ. აბა სახები. ალბათ აქ დავიმალები, ხო? გენიალურია. ეს ალბათ დაბლა ჩავა, ხო? ან რაღაც ეგეთი. ისევ თამაში დაიწყო დედა. კარგი. კარგი ვიზავ. მარტივია. აქ არა, არაფერი არ ვიცი. პოლიცია! წადი აქედან! დარარარარა. ცოცხალი ვიქნები. თუ ჯერ არა. ის წავიდა? ფრთხილად უნდა ვიყო. სად არის? საჩეფეხებშია. საჩეფეხებში არის. აქ რას აკეთებს? რა მგონი ესე? კაი, ესე თუ შემიძლია, სიარული რავი რა. ტაფა, აიღე ტაფა დანა, რა ვიცი, რამე გამოჩხი, კაცო შენი ბინა არ არის. მაცი ვარ შემიძლია გავაღო, დავლიოთ? ვერა ვარ. რა უნდა ვიპოვო? ტელევიზორი ჩავრთე და ალბათ ეს უნდა გავაღო და იქ წავა. წადი აქედან. გაღე. შეიძლება კარგი არჩევანი არ იყოს გაღება. ჯანდაბა. აბა როგორ გავაღო? თანხმა მაღლად გაიღება რა და მაგიტომაც არ გავაღებ. ის უბრალოდ გატეხა კარიო. ჩეკ ჯორჯი. მეღადავები? მე რა ვიცი და ჯორჯი ახლა არ ჩანს არაფერი. ჩეკ ჯორჯი მოუნდა. ჩემ პრობლემებიც მყოფს იცი? და ხარ კაცო. დედა რამე აკა ჯორჯი უნდა ვნახო სარდაფშია. იღატავება რა ჯორჯი სარდაფში. What the fuck? დედა, ჯორჯი. ცოცხალ ხარ? Are you okay? ჯორჯი არ პასუხობს. არა მგონია რომ კარგადაა. მე მაქვს ჯორჯის ტელეფონი. კიდე კაი. ბოდიში ჯორჯი მადამ. დარეკვა. მისეთ ქალს. აქ არ არის ხას არიჭერს. რა შემიძლია ახლა ვქნა? მე რა, I don't know. აქ რო წავიდე და აქ ვიყო. რა შემიძლია გავაკეთო? მე რა ხდება? პოლიცია? გეხოცები დამეხმარეთ? ვიღაც არის სახში? კი, მარტივად ბავშვო. დაწყნარდი. შედახარო! უბრალოდ ეს სროლა. დედა! ვაუ! კარგად ხარ, ბავშვო? კი, ჩვენ დავეკონტაქტეთ თქვენს მშობლებს. ისინი უკვე გზაში არიან. ჯორჯი? კი! ჯორჯმა მანამდე დარეკაო. დაგვირეკა. შენ რაღაც შეამჩნიე? არა.
ჩვენ კიდე არ ვუჯერებდითო. და ჯორჯის სინამდვილეში დაგვეხმარა. აი, რასაც ვიცოდი რა, რომ ჯორჯი ნორმალური ტიპია. კი, ცოტათი უცნაური, მაგრამ ეს შემთხვევაში უცნაური ხალხი, კეთილი ხალხია. კაი, ყველა შემთხვევაში არა. აუ, რა კარგი თამაში იყო, მომეწონა. თქვენც თუ მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო. და შეხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში და ხოდის.